Hi, I'm Alban Adam. We're here at Stamba Hotel in Tbilisi, and we're doing a masterclass for BUT and S-Mode on communicating fashion in digital era. We're going to look at how communicants are talking about fashion and communicating fashion through the idea of symbols, signs, and stories today. It's the first of a series of masterclass that will happen through the couple of months ahead. With Alix, it was interesting because it was a very young brand. And so also Matthew is a designer that works very differently than many others. He's not so interested in telling stories. საქართველოში პირველად ჩამოდის მოდის საერთაშორისო აღიარებული უნივერსიტეტი S-Mode, რომელიც BTU-სთან კოლაბორაციით გააკეთებს უნიკალურ კურსებს, რომელიც შეეხება მოდას, storytelling-ს, მოდის ბრენდის შექმნას, ამ მიმართულებით მარკეტინგს და ყველა სხვა თემას მოიცავს. ამ პროექტში მიიღებენ როგორც ქართველი, ისე საფრანგეთიდან S-Mode-დან საერთაშორისო აღიარებული ლექტორები. დღეს ვიწყებთ ამ კურსის პროცესს ძალიან საინტერესო ადამიანით, რომელიც მიუგლერთან, დიზელთან და სხვა საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობდა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სასწავლო პროცესი გამოვა იმ ადამიანებისთვის საქართველოში, ვისაც მოდის სფერო აინტერესებს და საერთაშორისო დონის განათლების მიღება სურს. Eagerly flock up its grand staircase to discover the fashion of tomorrow. დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესო ინფორმაციის წყარო იქნება ქართველი სტუდენტებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანი სინაბიჯი ქართული მოდის განათლების განვითარებისთვის და ძალიან ბევრ სტუდენტს, ქართულ სტუდენტს ექნება დიდი შესაძლებლობა რომ გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღოს ისეთი დიდი საერთაშორისო დონის განათლება, როგორიცაც წარმოადგენს S-Mode დღეს BTU-ში. იგეგმება ძალიან ბევრი მასტერკლასები და ასევე სტაჟირებები. ეს უნივერსიტეტი მოიზიდავს ძალიან ბევრ სტუდენტებს ამიერკავკასიიდან. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროექტია, რადგან დღესდღეობით საქართველოში არ არის ამ დონის განათლება მოდის კუთხის განვითარებით და ეს ნამდვილად დიდი შესაძლებლობა. ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ნინო გავაშელს, საკონაცვლიშვილს და BTU-ს გუნდს და ვულოცავ ამ ძალიან დიდ წამოწყებას.